გამოხდა ლევან ყიფიანსა და ზვიად სიჭინავას შორის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის განცხადება არ მოეწონა. ყველამ საკუთარ სინდისში ჩაიხედოს. სიჭინავას ყიფიანისგან ნათქვამი ეს ფრაზა არ მოეწონა. თავად მინისტრი კი ამბობს, რომ ეს იყო მხოლოდ რჩევა, რომელიც სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს სამუშაო შეხვედრაზე მისცა. ზვიად სიჭინავა ყიფიანისგან ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნაზეც საუბრობს, რასაც სპორტის ახალი მინისტრი არ ადასტურებს. რა ხდებოდა ყიფიანისა და ფედერაციების ხელმძღვანელების შეხვედრაზე და რა გახდა უკმაყოფილების მიზეზი. თემაზე თორნიკე კვერენჩხილაძე მუშაობს, რომელიც უკვე შეხვდა ორივე მხარეს. თორნიკე, გისმენთ. სპორტისა და ახალგაზრდობის ახალმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და მას მოუწია ერთგვარი განმარტებების გაკეთება, მასთან დაკავშირებით თუ რაზე იყო საუბარი. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, როგორც ლევან ყიფიანმა აღნიშნა, საუბარი მართლაც იყო ვადამდელ არჩევნებზე, თუმცა ამ ყველაფერს ჰქონდა ერთგვარი რეკომენდაციის სახე და რომლის ეწოვაზე საუბარი ზედმეტია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რამდენიმე ფედერაციამ მზად არის, რომ ვადამდელი არჩევნები ჩაატაროს და მსგავსი რჩევა მისცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსაც და ამას არ ჰქონდა რაიმე სახის ეწოვას არ ჰქონია ადგილი. ჰქონდა საუბარი ბატონ ზვიადთან. შესაბამისად ჩვენ იმის მიხედვით, რომ ოლიმპიური კომიტეტმა დანიშნა არჩევნები სპორტული თვალსაზრისით უკრაინი იქნება, რომ ფედერაციებმა ასევე ერთი ოლიმპიური ციკლის ქვეშ დანიშნონ ასევე რიგარი შეარჩევნები. ეს შეთავაზება იყო, რომმა ფედერაციამ უკვე მიიღო დანიშნა ეს არჩევნები, ზოგი ფიქრობს, ზოგი არ დანიშნავს, ალბათ ასე რომ ეს ჩვეულებრივი მუშა პროცესია, მე აქ ინტრიგას ვერ ვხედავ. ზვიად სიჭინავამ კი განცხადება დღეს მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა და ზუსტად იმ დეტალებზე ისაუბრა, თუ რაზეც იყო საუბარი ახალ მინისტრთან. მან აღნიშნა, რომ მთელი 1 საათის განმავლობაში, ვიდრე შეხვედრა მიმდინარეობდა ლევან ყიფიანთან, ის მას ეუბნებოდა, რომ ყველა სინდისში ჩაეხედა და ვადამდელი არჩევნები დაენიშნა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ჩაიხედა სინდისში და ის არსად წასვლას არ აპირებს. შევხვდით ახალ მინისტრს, მე და გენერალური მდივანი, სადღაც 1 საათზე მეტი იყო შეხვედრა და 1 საათი ბატონი მინისტრი მეუბნებოდა მაგაზე, რომ ჩავიხედო ჩემს სინდისში, ჩავიხედო ჩემს იმაში და დავნიშნო რიგარეში არჩევნები. მე მაშინაც თქვი, დღესაც ვამბობ, ჩავიხედე, ვერაფერი ვერ ნახე, ვრჩები და მაგ ჩემი პოზიცია, რომ მე ვარ კანონირად არჩეული პრეზიდენტი. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ვესაუბრეთ სპორტულ ჟურნალისტად დავით ავართკილაძე ამბობს, რომ ნებისმიერი რჩევა, თუნდაც რეკომენდაცია სამინისტროს მხრიდან, რომელიც გაკეთებული იქნება ფედერაციის მისამართით, ეს უკვე შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარს ეწოვათ და ის ამბობს, რომ ფედერაცია არის დამოუკიდებელი სუბიექტი, რომელსაც თავად უნდა მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები. მოქმედი მithumedet. მოგიმაჩნია, რომ არ არის ეს გამართლებული, იმიტომ რომ ფედერაცია არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, არის FIFA და UEFA-ს წევრი ასოციაცია და თვითონ უნდა გადადგას ყოველგვარი მითითებების გარეშე ეს საკითხი და როცა ფედერაციის სამინისტრო აძლევს რჩევებს, ეს უკვე ფაქტობრივად გამოდის, რომ სახელმწიფოსგან იღებს ის რჩევებს და რამდენად იყო ეს რჩევა თუ მითითება, საკითხავია. რაც შეეხება ზვიად სიჭინავას, ის პრეზიდენტად 2011 წელს აირჩიეს და მასვლა და 4 წლის შემდეგ 2015 წელს გადის. ეს იყო თორნიკე კვერენჩხილაძე, რომელიც სიჭინავასა და ყიფიანს შორის წარმოქმნილ გაუგებრობას